და მე ეხლა ქალბატონი თამარის აზრს ყურადღებას არ მივაქცევდი, უბრალოდ ნერვები მეშლება იმაზე, რომ ესეთი სერიოზული და მწვავი თემაზე არის ლაპარაკი, როგორც საქართველოს დემოგრაფია და როცა ლაპარაკი დავიწყოთ ემიგრანტებზე, ეს კი არ ვთქვით, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ემიგრანტებს ეს პირობები შეუქმნათ, რომელიც საზღვარგარეთ ჰქონდათ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს ემიგრანტები საქართველოში ჩამოვიდნენ. არამედ ასე უაზროდ შეეხო ქალბატონი თამარი ამ თემას. სულთადაც რომ სხვადასხვა სახელმწიფოები სპეციალურად აფინანსებენ თავიანთ მოქალაქეებს, რომ საზღვარგარეთ ისწავლონ, რომ მერე სამშობლოს დაეხმარონ, იგივე ინდოეთი, ცნობილია ესეთი სტრატეგიით, ტაივანი და ბევრი ქვეყანაა ესეთი. რა თქმა უნდა, მაგრამ საქართველო არ მიეკუთვნება ამ ქვეყნებს, რადგან რო ჩამოვიდეს ვინმე გენიალური მეცნიერი, რომელიც ამდენი წელი საზღვარგარეთ იყო და საქართველოში ჩამოვიდა, საქართველო ან ხელფასს შესთავაზებს ამ ადამიანს ნორმალურს, ან პირობებს, რა თქმა უნდა არა. და ამიტომ ეშლება ნერვები. იმის მაგივრად, რომ ამ პრობლემაზე ელაპარაკა ქალბატონ თამარს და აიგნორეს ეს თემა და რამდენადაც არ უნდა ცდილობდეს ქალბატონი თამარი ობიექტურობას, ძალიან მკვეთრად ჩანს, რომ ქალბატონი თამარი არის მწარე ქართული ოცნების მხარდაჭერი. ქალბატონი თამარი აწყნარებს მოსახლეობას და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ძირითადად ეს 200,000 მოსახლეობა გაიზარდა სტუდენტების ხარჯზე, მაგრამ მე ვერ ვხვდები ამით როგორ შეიძლება მოსახლეობა დააწყნარო. ქალბატონი თამარი, ჩვენ გვეშინია, რომ ქვეყანაში არის შობადობის პრობლემა და ამაზე როგორ არ უნდა ვინერვიულოთ. სტუდენტები იქნება თუ იმიგრანტი იქნება, ფაქტი ხომ ფაქტია, რომ შობადობის მაჩვენებლის დაყრდნობით ქვეყნის პოპულაცია არ იზრდება და ჩვენ ზუსტად მაგაზე ვნერვიულობთ. თქვენ ამ ინტერვიუში უკვე თქვით და იმეორებთ და თან არ მალავთ იმას, რომ ეს 200,000-იანი ზრდა არ მომხდარა ქართველების ხარჯზე და ჩვენ ამაზე ვნერვიულობთ და ამაზეც მეშლება ნერვები. საქმად ხო დადო ის მაჩვენებელიც, რომ შობადობის პრობლემაა და მაინტერესებს თუ დემოგრაფიას შეეხო საკითხი, ამაზე რატომ არ ილაპარაკეთ და შობადობა რომ გავზარდოთ ამ საკითხზე, რატომ არ ლაპარაკობთ.